სოფიო ხუნწარია საზოგადოება არტისტებისთვის იდეის ავტორი და ორგანიზატორი და ასევე მუსიკოსი აჩიკო გულედანი, რომელიც ასევე ესწრებოდა გუშინდელ შეხვედრას. მოგესალმებით, ქალბატონო სოფიო, თქვენი დავიწყებთ. საკმაოდ სწრაფი რეაქცია მოყვა თქვენს პროექტს და ნიშნავს თუ არა, რომ თქვენი მოძრაობა დაიწყო და თითქოს იყო ერთგვარი მზაობაც უკვე ამ მოძრაობის მიმართ, იმიტომ რომ საკმაოდ ისე შეხვდა ადამიანები, მომზადებულები. მოგესალმებით, დიდი მადლობა ეთერში მოწვევისთვის. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სხვადასხვა პლატფორმებზე გაჟღერდა ჩვენი ინიციატივა და საზოგადოება ხელოვანებისთვის ეს ერთგვარად არის თვითგადარჩენის ორგანიზება, იმიტომ რომ ისაუბრეს კიდევაც, ესე ვთქვათ, ჩვენმა მეგობრებმა სინქრონებში, რომ დღეს კულტურის სფერო არის უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში, საკმაოდ დაზარალდა, ასე ვთქვათ, და მიზეზები ყველასათვის ცნობილია, ეს არის გაუქმებული ღონისძიებები, კონცერტები, დახურული თეატრები, დახურული მუზეუმები, წიგნის მაღაზიები და ასე შემდეგ და აღარ ჩამოვთვლი მე ამ მიზეზთა ესე ვთქვათ კასკადს და განსაკუთრებით დაზარალდნენ ის ადამიანები, რომლებიც თვით დასაქმებულები იყვნენ და გამომუშავებაზე იყვნენ, ესე ვთქვათ, მათი ჰონორარი იყო დამოკიდებული მაყურებელზე და იმ ღონისძიებებზე, რომლებიც ქვეყანაში ესე ვთქვათ მიმდინარეობდა ხოლმე. აქ არ არის საუბარი იმაზე, ვინც არიან სახელმწიფო, სახელმწიფო სტრუქტურებში დასაქმებულები, თუმცა აქ ხაზი აუცილებლად უნდა გაუსვათ იმას, რომ საკმაოდ დაბალი არის ესე ვთქვათ, იქაც შემოსავალი და ხელფასი და რიგი ხელოვანები ვერ მოხვდნენ ესე ვთქვათ იმ ჩამონათვალში, ბოდიში დავასრულებ, რომელიც სახელმწიფომ გამოყო, ეს არის 300 ლარიანი დახმარება, იმიტომ რომ მათ არ ჰქონდათ მუდმივმოქმედი დასაქმების ადგილი და როგორც უკვე აღნიშნე, იყვნენ ესე ვთქვათ თვით დასაქმებულები და სახონორარო სისტემაზე ესე ვთქვათ დამოკიდებულები. და იდენტიფიცირებას როგორ ახდენთ? აი, ვინ არის არტისტი? მე მაგალითად სიტყვაზე სახში თუ ხატა ვარ არტისტი, რომელსაც სჭირდება დახმარება. ნახეთ, ჩვენ გარკვეული ნაბიჯები გადავდგით იმისთვის, რომ გამოვკვეთოთ და გამოვავლინოთ, ესე ვთქვათ, ვინ არის თვითდასაქმებული, აქამდე ეს ბაზები უნდა ყოფილიყო სამწუხაროდ ქვეყანაში, ვინ არის დღეს თვითდასაქმებული ხელოვანი, ამის ბაზა არ აქვს, ამიტომ პირველ რიგში ჩვენ გადავდგით ნაბიჯი, რომ შეიქმნა ესეთი საიტი GeoArtist.G, სადაც აბსოლუტურად ყველა ხელოვანმა უნდა შეავსოს კითხვარი, იქ არის მითითებული ესე ვთქვათ სხვადასხვა მიმართულებების მიხედვით კითხვარი, რომ რა მიმართულებით მუშაობს, რამდენი ქონდა ჰონორარი, დღეს საერთოდ ჰონორარის გარეშე არის დარჩენილი თუ არ არის. შემდეგ იმისთვის, რომ სანდოობა იყოს ბუნებრივია და ჩვენ გამოვყოთ ყველაზე მოწყვლადი ჯგუფები, ესე ვთქვათ, ქვესაბჭოები გაკეთდება მიმართულებების მიხედვით და ეს ადამიანები იმუშავებენ ამ ბაზებთან დაკავშირებით და შევძლებთ ესე ვთქვათ, რომ გამოვყოთ ყველაზე მოწყვლადი ჯგუფი ამ შემთხვევაში ვის ჭირდება ყველაზე მეტად დახმარება. სანამ აჩიკო გულედანიც შემოგვიერთდება ეხა სანამ კი პარალელურად და თქვენც მინდა ეს კითხვა დაგისვათ, იმიტომ რომ მანამდე ვთქვი. ხომ არ გეჩვენებათ, რომ სახელმწიფოს მაგივრად საქმეს აკეთებს, იმ საქმეს აკეთებს, რასაც წესით უნდა თავის დეპარტამენტებით თუ მიმართულებებით და თუ ხო არ ფიქრობთ, თქვენ აი სამოქალაქო საზოგადოების საქმე უფრო სახელმწიფოს დავალდებულება და სახელმწიფოსგან მოთხოვნა არის, აი ასეთი ტიპის საქმიანობის განხორციელების და არა ჩანაცვლება სახელმწიფოსი ალტერნატიული პარალელური ორგანიზაცია. სახელმწიფოს COVID სტიპენდია აქამდეც უნდა გაეჩინა პირველი ლოკდაუნის დროს, იმიტომ რომ ჩვენ უნდა აღვნიშნოთ და ხაზი გაუსვათ, რომ აბსოლუტურად ყველა სახელმწიფომ, ყველა ქვეყანამ COVID სტიპენდია ხელოვანებისთვის გააჩინა, რა თქმა უნდა საქართველოს გარდა, შესაბამისად აბსოლუტური იგნორირება მოხდა, ესე ვთქვათ, საქართველოში კულტურის სფეროს წარმომადგენლების, იმიტომ რომ იქ ჩვენ ნახეთ ძალიან ბევრი შეხვედრები კერძო ბიზნესთან, მცირე ბიზნესთან, ტურიზმის სექტორთან, გიდებთან და ასე შემდეგ, მაგრამ კულტურის სფეროს წარმომადგენლებს არავინ არ შეხვედრია. ბუნებრივია, ჩვენ სახელმწიფოს ნაცვლად მოქმედებთ ახლა ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ სხვა საშუალება არ გვაქვს. თუმცა აქ მე ძალიან მინდა რომ თქვა რიგი ღონისძიებები, თუნდაც სახელმწიფოსთან დაკავშირებით, იმიტომ რომ გუშინ კიდევ ერთი შეხვედრა გვქონდა ჩვენ, სადაც მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ პრემიერ-მინისტრის, კულტურის მინისტრისა და მერიის სახელზე დაიწერება წერილი, წლის ბოლოა ნარჩენი თანხები ყოველთვის არსებობს და იქნებ ეხლა მაინც მიმართონ ეს თანხები, ესე ვთქვათ, რომ გაიცეს COVID სტიპენდიები. სიმართლე გითხრათ, ამის მზაობა ჩვენ არა გვაქვს, მაგრამ მოქმედების დროა და ამიტომ ყველაფერი უნდა ვცადოთ იმისთვის, რომ COVID სტიპენდია ქვეყანაში გაჩნდეს. ასევე აქვე მინდა რომ დავაანონსო უბრალოდ, რომ 26 რიცხვში 21 დეკემბერს ჩვენ გვინდა დიდი აქცია მარათონი, ესე ვთქვათ, გავაკეთოთ, სადაც ყველა მუსიკოსი, თეატრალი, მწერალი, აბსოლუტურად ყველა ერთად იქნება ჩართული ამ ღონისძიებაში და შევძლოთ თანხების მობილიზება,
მინდა ვთხოვოთ თქვენი ეთერის საშუალებით კერძო ბიზნესაც რომ სოციალური პასუხისგებლობა აიღონ მათ ესე ვთქვათ და ჩვენს ანგარიშზე კი ბატონო ჩარიცხონ თანხა იმისთვის რომ გავაჩინოთ ქვეყანაში COVID სტიპენდიის პრეცედენტი. საკმაოდ დიდი გადინება ხდება სფეროდან, ამასაც უნდა გაუსვათ ალბათ ხაზი, იმიტომ რომ ძალიან ნიჭიერი არტისტები, მწერლები და ასე შემდეგ დღეს უკვე აბსოლუტურად სხვა საქმით არიან დაკავებულები იმისთვის რომ გადარჩნენ. ჩვენი გადაცემა ვინაიდან ბოდიში ქალაქობანა ქვია და ქალაქებზე არის, აი მუნიციპალიტეტის როლი როგორ უნდა იყოს, მერია რას უნდა აკეთებდეს ამ მიმართულებით იქნება ესეც გვიცხადეთ რამდენიმე სიტყვით. დავამატებდი აქვე რომ აი რა ტიპის იქნება ეს მარათონი, სადმე კონკრეტულ სცენაზე შეიკრიბება ეს საზოგადოება თუ ონლაინ იქნება? პირველ რიგში მარათონით დავიწყებ. ლენო რეკორდს ძალიან დიდი მადლობა, რომელიც გვეხმარება, ასე ვთქვათ, ჩვენ ამ ღონისძიების ორგანიზებაში. იქნება ლაივ სტრიმები სხვადასხვა პლატფორმებზე, იმიტომ რომ აქ არის ჩართული ეროვნული ბიბლიოთეკა, მწერალთა სახლი, წიგნის გამავრცელებელთა ასოციაცია, საავტორო უფლებები და ასე შემდეგ. ბუნებრივია არტარიაზეც დაისტრიმება ეს ყველაფერი. ერთ-ერთ ტელევიზიასთან გვაქვს მოლაპარაკება, რომ იქაც გადაიცემოდეს ეს ეთერი და როგორც უკვე ვთქვი, ანუ გაერთიანდება კულტურის სფეროს ყველა წარმომადგენელი ამ მიმართულებით და დიდი იმედი გვაქვს მაყურებლის, რომ ერთ ლარს მაინც ჩარიცხოს, იმიტომ რომ ის ერთი ლარიც კი იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ხელოვანებისთვის, რაც შეეხება ქალაქ თბილისის მერიას და სხვადასხვა მუნიციპალიტეტებს, აბსოლუტურად ყველა მუნიციპალიტეტში არსებობს კულტურის სამსახური, რომელსაც აქვს თავისი კონკრეტული ბიუჯეტი, რომელიც მიმართული არის, ესე ვთქვათ, სხვადასხვა ღონისძიებების დასაფინანსებლად და არა მარტო, ანუ მათ ყავს ქვეუწყებები და ასე შემდეგ სახელმწიფო მიმართულების და მე მგონია, რომ დღეს დრო არის არა მხოლოდ ესე ვთქვათ, გარკვეული პროექტების დაფინანსების, რომელიც უკვე ონლაინ გადავიდა ყველაფერი და ღია სივრცეში, თუნდაც ახლო სივრცეში არაფერი არ ხდება, არამედ აი ეს ნარჩენი თანხები, რომელიც არის დღეს ესე ვთქვათ, ყველა მსგავს უწყებაში დარჩენილი, მიუმართოს სწორედ COVID სტიპენდია. ეს პირველი ლოკდაუნის დროსაც უნდა მომხდარიყო, მე ვიცი, რომ ქალაქ თბილისის მერიაში გარკვეულწილად იყო ამაზე მზაობა და იყო პროექტი გამზადებული ამ მიმართულებით, თუმცა სამწუხაროდ არ მოხდა ეს ყველაფერი და გონია, რომ აი ესე ჩვენი გააქტიურებით, კიდევ ერთხელ შეძახილით, ესე ვთქვათ, რომ ეს ადამიანები უჩინარები არ არიან, ეს ადამიანები არსებობენ და ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანები არიან და ქვეყნისთვის, იმიტომ რომ დღეს ქვეყანა ყოველთვის ამას ვამბობ ხოლმე ყველა ეთერში, რითიც ამაყობს ჩვენ საზღვრებს მიღმა, თუნდაც ეს არის კულტურის სფერო, მეცნიერება, ეს არის სპორტი. მნიშვნელოვანია, რომ ეს ადამიანები იყვნენ ღირსეულად, ესე ვთქვათ, გაიარონ ეს პერიოდი და არ მოხდეს თუნდაც სფეროდან მათი გაძინება. ზუსტად ამასთან დაკავშირებით ჩვენ გვინდა რომ ასევე აჩიკო გულედანი ჩართოთ საზოგადოება არტისტებისთვის ის შეუერთდა ასევე მუსიკოსი და გამარჯობა მოგესალმებით ბატონ აჩიკო. ჩვენ გვაინტერესებს თქვენ რას ფიქრობთ აი ამ საკითხთან დაკავშირებით, რამდენად ფიქრობთ, რამდენად მნიშვნელოვანი შეიძლება იყოს მუსიკოსებისთვის და ხელოვანებისთვის საერთოდ COVID სტიპენდიის გაჩენა? კიდევ ერთხელ გამარჯობა, მადლობა მოწვევისთვის. სოფო მთლიანობაში ძალიან კარგად აღწერა სიტუაცია რაც ხდება და ამიტომაც ასე ვთქვათ შევეხმიანეთ ერთმანეთს სოფოს ქონა პოსტი, იმიტომ რომ ყველანი ჩვენი მიმართულებით ფიქრობდით ამას რომ რაღაცა უნდა გაკეთდეს, ამიტომაც მოხდა ესე სწრაფად დაკავშირება და რაღაც პირველი ნაბიჯების გადადგმა. რა პირველ რიგში არის კონკრეტული რაღაც ნაბიჯები გასაკეთებელი იყო, რომ შექმნილი იყო ბაზა ამ ადამიანების და ვცოდნო და საერთოდ რაღაც აღნუსხული ყოფილიყვნენ, ხო, არტისტები, ვინც პირველ რიგში როგორც ითქვა, ყველაზე მოწყვეტი ჯგუფია, ჩვენი აზრით თქვა, ჩვენ სფეროში ის ხალხი, ვინც ყოველდღიური შემოსავალი დაკარგა, ანუ ვინც მუშაობდა, თქვა, ამ დახრულ სივრცეებში, იქნებოდა ეს კლუბები, კაფეები, ბარები თუ ასე შემდეგ, რა. აქ არ არის ლაპარაკი იმაზე, რომ ჩვენ ასე ვთქვათ, ცნობად სახეებს დავეხმაროთ, თქვათ, და პირველ რიგში დავეხმაროთ იმ ადამიანებს და მუსიკოსებს, დამწყებს, სტუდენტებს, რომელსაც ერთ-ერთი შემოსავლის წყარო ჰქონდათ ეს და მათი როგორც ჩანს პირველი ლოკდაუნი თუ მეორე თუ მესამე არავის არ აინტერესებს საერთოდ ამ სფეროს ზუსტად ამასთან დაკავშირებით მინდოდა მეკითხა აჩიკო რომ თქვენი ეს აქტივობა ეხლა წეღან სოფიოსთან საუბრობდით ამასთან დაკავშირებით
თქვენი ეს აქტიო გარკვეულწილად რაღაც კომფორტულ მდგომარეობაში ხო არ აყენებს თავრობას, იმიტომ რომ მათ გასაკეთებელი და ცოტა მეტი პროტესტი ანუ ეს არის რაღაც სოლიდარობის აქცია გასაგებია, მაგრამ სად არის ის პროტესტი, რომელიც მოითხოვს, რომ სახელმწიფომ თავის გასაკეთებელი საქმე და თავის ხარდაჭერა უფრო აქტიურად გამოიჩინოს. მე მესმის, ანუ კითხვის შინაარსში მდგომარეობს. ჩვენ ვაპირებთ აუცილებლად პირველ რიგში არავის არ კონდეს იქ ასე ვთქვათ იმის საშუალება რაღაცნაირად თემა სხვა იმაზე გადაიტანოს, აი ვის დავეხმაროთ, არ ვიცით აბა სად არიან და როგორ არიან, ხო, ანუ არ უნდა კონდეთ ანერი კითხვის ნიშნები, რომ ბევრმაც და მათ შორის წინ გამოსვლა და ბევრმაც, ხომ და ძალიან ბევრმაც და რაღაც გაეკეთებინა მიმართულებით და სხვადასხვა სტრუქტურებში და ამ შემდეგ, მაგრამ რეაქცია იყო ნოლი. ამიტომ ეხლა ჩვენ ამიტომ ვშვებით ამას, რომ არ დაისვას ზედმეტი კითხვის ნიშნები, რომ აი რა გავაკეთოთ, ვის დავეხმაროთ, არც ჩვენ არავინ არ მკითხა. ხო თვითონ არაფერი არ გააკეთეს, ანუ ჩვენ უნდა მივადგეთ, უკვე გაკეთებული და ვუთხრათ, რომ აი ეს კონკრეტულად უნდა ვიმართოთ ყველას და ვუთხრათ, აი ეს არის გასაკეთებელი და როგორც მინიმუმ მივიღოთ ოფიციალური პასუხი იმაზე, რომ უბრალოდ ჩვენ არ გვაინტერესებს საერთოდ ეს მიმართულება და გვითხრან ოფიციალურად, რომ არ ვარსებობთ, ანუ არ არსებობს ეს სფერო სახელმწიფო სფერო მათთვის და მე ვნახოთ, ანუ ამ შემთხვევაში განწყობა ყველას დღევანდელი დღის განწყობა მთავარი რაღაც ერთიანობის, რაღაც სოლიდარობის და მოქმედების დროა. და სხვის საქმეს ჩვენ ვერ გავაკეთებთ, ჩვენ გავაკეთებთ ჩვენ საქმეს და ჩვენი ხმა უნდა გაიგონ ყველა ვარიანტში, იმიტომ რომ უბრალოდ ვარსებობთ სხვა თუ არა. დიდი მადლობა და ჩვენს როგორც მოქალაქეები ვუერთდებით აი ამ თქვენ სოლიდარობას და გამოხატავთ კიდევაც ჩვენს აი ხარდაჭერას. სოფიო თქვენს თუ შეიძლება რომ კიდევ ერთხელ შეახსენოთ ჩვენ მაყურებელს რა იგეგმება და ამით უნდა დავასრულოთ. მარათონის შესახებ, რომელიც 26 დეკემბერს გაიმართება. პირველ რიგში არტერიას გვერდზე არის ანგარიშის ნომერი, cover post-ად ესე თქვა წარმოდგენილი, სადაც უკვე შეუძლია ნებისმიერ ადამიანს რომ თანხა ჩარიცხოს, მეორე ის 26 რიცხვში დაანონსდება ესე თქვა სხვადასხვა ეთერებით იქნება აქცია მარათონი, სადაც შევესწრებით რომ მოხდეს თანხების მობილიზება, სხვა აქტივობებზეც ვილაპარაკეთ, თუმცა ბოლო ფრაზა მინდა ვთქვა, ძალიან მნიშვნელოვანია ესე ვთქვათ, რომ ჩვენ გავითავისოთ ის, რომ ქვეყანა, რომელიც იგნორირებას უკეთებს კულტურას, ის ვერ შედგება საზოგადოებად და ის ვერ შედგება სახელმწიფოდ. ამიტომ ჩვენ ყველას ერთად გვინდა მოუწოდოთ ესე ვთქვათ, რომ ცოტა დაფიქრდნენ, ცოტა ვიფიქროთ ამასთან დაკავშირებით და ყველას ერთად მინდა უთხრა, რომ დღეს მოქმედების დროა, დღეს ერთმანეთის თანადგომის დრო არის და მე მჯერა ესე ვთქვათ, რომ ჩვენ კულტურას დღეს ჩვენ გირდებით ამ სოლიდარობას. გემშვიდობებით სოფიო და თქვენთან ერთად სამწუხაროდ მშვიდობებით ჩვენს მაყურებელსაც დღეს და ხვალ